ყველა დაზარალებული ოჯახი, დაზარალებული ადამიანი მიიღებს საკუთარ ფარდს. ცენტრპოინტის დაუსრულებელი მშენებლობები თბილისის მერიამ მემორანდუმების საფუძველზე 9 კომპანიას 2021 წელს გადააბარა. ამ შეთანხმებით წლების წინ დაზარალებული 6000 ოჯახი საცხოვრებელი ფართებით უნდა დაკმაყოფილდეს. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც პროცესში ჩაერთო და 2 პროექტი ჩაიბარა Nextdoor-ია. მათ შორის ყველაზე მწვავე მდგომარეობაში მარიჯანის 2 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო. მშენებელი შენობის დემონტაჟის საჭიროებაზე საუბრობდა, რის შემდეგაც ადგილზე 23 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს და 633 ოჯახი დაკმაყოფილდეს. პროცესი გეგმასაცდა. 433 ოჯახიდან წარმოიდგინეთ 10 ოჯახი აპრობლემებს საკითხს, ზოგი ითხოვს სამაქს, ზოგი უბრალოდ საერთოდ არ ცხადდება არსად. გამოდიან კონტაქტზე და ესეთი ისინი საერთოდ აღარ დამირეკოთ, არ დაგვიკავშირდეთ. მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი, დემონტაჟის პროცესი. პარალელურად კომპანია მუშაობს სანებართო პირობების მოპოვებაზე. სანებართო პირობებს ჭირდება ერთის მხრივ დაზარალებულების თანხმობები, რომ მათ თანხმობა განაცხადონ ახალი კორპუსის მშენებლობაზე და მეორეს მხრივ ამ თანხმობების შემდეგ მან ვინც უნდა ააშენოს, უნდა მოიპოვოს სანებართო პირობები. კომპანია Nextdoor-ში ამბობენ, რომ უკიდურესად ავარიული შენობის დემონტაჟი ახლა მიმდინარეობს და დასრულება აგვისტოში იგეგმება, თუმცა რა იქნება შემდეგ ეს გაურკვეველია. პროცესების წინსვლისთვის მშენებელ კომპანიას ყველა მესაკუთრის თანხმობა სჭირდება, რაც ამ დრომდე არ აქვს. დედაქალაქის მთავრობის ჩართულობის მიუხედავად პროექტის მომავალი ბუნდოვანი რჩება. სამართლებრივად თუ შევხედავთ, ეხლა რისკი მაქვს, მე ვხარჯავ თანხებს და შეიძლება არ მოაწერონ ხელი და შეექმნას პრობლემა. მაგრამ ვინაიდან წელწადნახევარია და 2 წელი, ანუ მეორე ობიექტზეც ესე ოჯახივით მყავს ის ხალხი და ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და იქ უკვე დაწყებული გვაქვს მშენებლობა, ხალხიც ბედნიერია, ყველა კარგად არის, აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ, არ ვაპირებ იმ რისკების შეფასებას ამ ეტაპზე, რომ მე თანხებს უხარჯავ და დავკარგავან პროექტი არ შედგება. ეს პროექტი უნდა შედგეს. მესაკუთრეებთან მოლაპარაკება, რომ ადვილი არ არის, ამაზე კომპანია არქიშიც საუბრობენ, რომელიც ერთ-ერთი გადაბარებული პროექტის მშენებელია. ცენტრპოინტის ყოფილი პროექტის დასრულებას არქიში 2025 წელს აანონსებენ. არქი გურამიშვილის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. თავიდანვე განსაზღვრული ვადები, რომ 20-25 წლის ბოლოს დავიწყებდით გადაბარების პროცესს მოსახლეობაზე, ზუსტად ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. დღეისათვის 2 ბლოკისგან შედგება, და B ბლოკი არის. B ბლოკი უკვე მერვე სართულზეა 0 ნიშნულის ზემოთ, ანუ მინუს სართულები დავთვალებულია და 8 სართული კიდევ უკვე აშენებულია. ასევე A ბლოკიც მიმდინარეობს უკვე აქტიურად. რა თქმა უნდა, რთულია ადამიანებთან ამდენ ადამიანთან ასეულობით ადამიანთან მოლაპარაკება არ არის მარტივი, თუმცა ჩვენ ეს წარმატებით შევძელით და ორივე შემთხვევაში ერთში დავასრულეთ უკვე და მეორე შემდინარეა, წარმატებით ვართვებთ თავს. იურისტი უჩაზაკაშვილი გვიხსნის, რომ მსგავსი საქმეები სამშენებლო სექტორში არც უცხო და არც იშვიათია. რთულია ოქროს შუალედის პოვნა, არც სწორხაზოვანი და ერთმნიშვნელოვნად გამართლებული სამართლებრივი გზა არსებობს. ზაკაშვილი ყველას ინტერესის დაცვის გარანტად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეში ჩართულობას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მოიაზრებს. ერთი გზა არის, რომ სანებართო დოკუმენტებს აცდე, როგორც დარღვევის გამოსწორება, როგორც თვითონ კოდექსი გვთავაზობს გზას და მეორე გზა არის, რომ ვაღიაროთ, რომ ამ საკუთრების უფლებას განზრახ ვუზღუდავთ ამ ადამიანებს, ანუ მათი თანხმობის გარეშე გავცემთ ამა თუ იმ დოკუმენტს საქართველოს კონსტიტუციის 19 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რომელიც საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში ექსპროპრიაციის წესებისგან დამოუკიდებლად ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. ამ შემთხვევაში სამართლიანი კომპენსაცია არის ის, რაც ძველ ნასყიდობის ხელშეკრულებებით ამ კონკრეტულ მესაკუთრეებისთვის იყო განკუთვნილი. ეს ღონისძიებები, რაზეც ვილაპარაკე, უნდა განხორციელდეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ჩართულობით, რადგან ინვესტორს ეს უფლებამოსილებები არ აქვს. თბილისის მერიამ 9 ინვესტორ კომპანიასთან მემორანდუმი 2021 წელს გააფორმა. როგორც მაშინ მერის წარმომადგენლები ამბობდნენ ინვესტორებს, ცენტრპოინტის შეჩერებული პროექტები 3 წლის ვადაში უნდა დაესრულებინათ. მერიაში დღეს ამბობენ, რომ კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით ინვესტორების თხოვნით ვადები დაკორექტირდა. მათ შორის არის სამშენებლო ობიექტი მარიჯანზე, რომლის დასრულებასაც 630-ზე მეტი ოჯახი 20 წელზე მეტია ელის. პროექტის ბედი ჯერ ბუნდოვანია, თუმცა როგორც თავად ინვესტორი ამბობს, ის თავისი პოზიციის დათმობას და პროექტის გაჩერებას არ აპირებს.